ზამთარი ჩარგალში ძნელი არ არის. ეხლა უკვე ისეთი აღარ არის, კიდე მადლობა ღმერთს დღეს თოლი მოგვივიდა, ბავშვები გაახარათ. ზამთარი იყო ადრე ვფოთით, ეხლა ის რაც გლობალურად დათბორო წამოვიდა. დაიკლო ცოლმა და სანიტარი გიხდა თოფლი. ერთმანეთს გოჟით გომავიცით, ერთმანეთს მიყოლა იციან. შესაბამისად ნელი მართლა არაფერი არ არის საკუთარ. ამბობენ, რომ ახალი წელი მთაში განსაკუთრებულად მოდის, თოვლის სიჩუმით, ცეცხლით და გულწრფელი სურვილებით. ეს მთები, როგორც უხმომცველები, კარგად ინახავს ყველა ახალ წელს. დღესასწაულს და იმ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამ ამბავს თანსდევს ნოსტალგიაც, რომელიც წარსულის სიყვარულსა და იმ მოგონებებს ინახავს, რომელსაც ჩარგალში აგროვებდნენ. ზამთარი იყო ციგაობა, გუნდაობა, გართობა, დასვენება. ეგ იყო ბავშვის ახალი წელი, რა ვიცი, ისეთ რომ თოვლი ქონდა და მაგის პრობლემა არ იყო ჩვენც. ბევრები ვიყავით. ყველაზე კარგი ეს იყო, რომ ბევრები ვიყავით. კარგი შედიხე შინდაბლა. ჯახტი. ჩარგალში ამ სკოლაში ზუსტად 3 წლის წინ ახალი დღის გუნდმა სალომე ივანიაშვილი გადაიღო, როგორც ამ სკოლის ერთადერთი მოსწავლე. ახლა მოსწავლეების რიცხვი შეიცვალა. ერთად ძველი წლის გასაცილებლად ემზადებიან და ახალ 2026 წელს ბავშვური ოცნებებითა და კეთილი სურვილებით ხვდებიან, რომელიც ლექსებსა და სიმღერებში გააერთიანეს. დღეს ახალი წელია, თურმე ჩვენთვის ბებიას, ბევრი საჩუქრებია. ლექსებს რეპეტიციებდით ხოლმე ერთადაც სიმღერებშიც მასწავლებელი გვავარჯიშებდა. გვინდა და რაც შეიძლება ბევრი ლექსები გვესწავლა, რომ დიდი კონცერტი გამოსულიყო. სახლში სწავლობდი ხოლმე, ვიმეორებდი ხან სკოლაში. სიმღერას უფრო აქ მოწადინეობდი და ლექსებზე სახლში. აქ რომ მოვედი და დავიყო სიმღერას აღარ მინეორებდი. ღონისძიება დამთავრდა და ძალიან ყოფილი ვარ ჩემი მეგობრებით, ჩემი თავით. შეგაკეთებულაო, მოვიმღერეთ თანიჭოს. თათაკეთოს ყველა დარგი ზოლოწელო ჩაბილო. საახალწლო ღონისძიება პატარებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ბავშვები ლექსებითა და სიმღერებით ახალ წელს ეგებებიან. ჯერ იმიტომ რომ გვიყვარს უყოლეს ჩარგალი, მერე იმიტომ რომ დიდი თოვლი იცის აქ. კიდე ყველა ვიცნობთ ერთმანეთს ახალი წლის ღამისთვის ემზადებით. ყველა ერთმანეთს ვეუბნებით, რას ვაბერეთოთ ბაბუას, როგორ ვემზადებით, რას ვაკეთებთ. მე მეგობრებთან ერთად ვცრიალებ ხოლმე. კიდე გუნდაობთ ხოლმე. შარშან წინ ავაშენე დიდი თოვლის პაპა, ძალიან დიდი იყო. თუ თოვლია ხოლმე, ამ დროს თოვლი არის ხოლმე და გარეთ თამაშობთ თუ არა და შიგნით დაჭერობანას და მალობანას ბაბას და ასე შემდეგ ტენის, დამკას, ჭადრაკს და ასე შემდეგ გაჩნია როგორი ამინდია. ასე იქცა ეს დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად. ემზადებიან იმისთვისაც, რომ სურვილები გააგზავნონ. იმედოვნებენ, რომ ახალი წელი მათ არაერთ ახდენილ ნატვრას მოიტანს. ჯერ არაფერი არ დაწერია და ახლა დაუწერა რაც თვითონ და. თოვლის ბაბას დაუწერა წერილი, სურპრიზი საჩუქარი რაც თავად უნდა. ახალი წელი ჩემთვის ნიშნავს, რომ ოჯახთან ერთად ხდები ახალ წელს თოვლი ბაბას რო ვაშენებთ. კიდე თოვლი ბაბა მოდის თვითონ საჩუქრები რო არის და გახსნის მომენტი საჩუქრების დადისხის მორთვა. მე მიყვარს ახალი წელი და გისურვებთ ყველას ბედნიერ ახალ წელს. საქართველოს როცა ახალ წელს ყველას ბედნიერებას გისურვებთ. ჩარგალში თავგადასავლები, ისტორიები და წლები ყოველთვის ახსოვთ და ამ ტრადიციებს ოჯახები აგრძელებენ. აუცილებლად ველოდებით პატრიარქის დალოცვას. შაშეზე წესი იყო, დედაც ეს აკეთებდა და ჩვენც ისე ვაკეთებთ. თაფლი და ერბა ერთმანეთში არეული და ჩავეყლება თითო კოზის ლოგიში გვართვათ ხო დედა. და იმას ვაკეთებთ ჩვენც აკეთხარეთ. ახალი წელი ჩვენ ვიცით ძველი ახალი წელი. ახალი ახალი წელს აღნიშნავთ მხოლოდ ბავშვების გულისთვის. ძველი ახალი წელი იყო ჩვენი ძველი ახალი წელი, რომელსაც აღნიშნავდით შობის შემდეგ. კეთდებოდა სუფრა, აუცილებელი ატრიბუტები იყო ნიგოზი, თაფლი, გოზინაყი და ხილი რა თქმა უნდა სუფრაზე და სახელი შეიძლება ეძახდნენ მშავლები. სახეს შეუდედნენ ხოლმე სუფრას, აუცილებლად მისვალოს სახელს მოიხსენებდნენ, სოციალს ადალოცავდნენ და სუფრის დალოცვა ხდებოდა როგორც აი ეს დღეს
წესა დაგვაქვს რომ დავლოცოთ სუფრას და მე ძების ასული ისე იყო ოჯახში. იყო ოჯახის სუფროსი მოხუცი ქალი იქნო, კაცი იქნებოდა, ისაკუთრებდა სუფრას. კეთდებოდა გოგა, ცხებოდა საახალწლო პური გოგა, სპეციალური პური იყო, რომელსაც ჯვარი ქონდა გამოსახული და მეკვილე რომ მოდიოდა ოჯახში, იმ პურის და შეგვიძლია სახში სამჯერ. და იმის დამიხვედით რომ ხალხი დადგებოდა, დასვლა კეთდებოდა ის. კარგი იყო ოჯახის ახალი წელი თუ რაღაც საფრთხე იქნა მოსალოდნელი. არ ხდება არასდროს ნაძვის ხვის ქვეშ, ასე რომ უნდა ვეძება თალსახში და მამა და დედა მეხმარებია ხოლმე. მე და ძალიან ეგ მომენტი ძალიან მაგარია, როცა უნდა ეძებო, არ იცის სადადევს, რა იქ. და ნუ ვიცი რა იქნება, რასაც ვაბარებს იქნება, მაგრამ რა არ ადევს იქ და მოძებნის პროცესი ძალიან კარგია. კიდე ეხა ცხოველი ყავს ხოლმე ყოველთვის ახალ წელს, სახში შემოგვყავს ხოლმე და ისი ჩვენთან ერთად ესწრება ამ ახალ წელს საჩუქრის გახსნას, უფრიდანაც იღებს რა თქმა უნდა საჭყელებს და ხან კატა ხან ძაღლი და ეხა წელი რომ ყავს ჩემი ლამაზი პირველი ახალი წელი იქნება მისთვის ჩვენთან ერთად შეხვედრისა. ძველი წესჩვეულებები. ეს ტრადიციები ცოცხლობს ოჯახებში, სადღეგრძელოებში, ერთმანეთისადმი მოყოლილ ისტორიებში. ახალი წელი ხომ არის დრო, როცა მოგონებებსა და ოცნებებზე ერთდროულად ვფიქრობთ. მე თარგალი ძალიან მიყვარს. ეხა აღარ მოდის იმხელა თოვლი, მე მახსოვს უფრო დიდი თოვლი მოდიოდა ხოლმე, იმხელა თოვლის ბაბუებს ვაგებდი. ეხაც პატარა თოვლის ბაბუებს, იმიტომ რომ პატარა თოვლი მოდის უფრო. მე აგე მუზეუმის დაღმართი გვაქვს ძალიან დიდი ჩვენ და ზოგჯერ წყალს ვესხამთხოვე ღამე, რომ დილას დაგვხდება კარგად გაყინული და ციგავობთ ხოლმე მე იქ. მამა ლაზარე და სალომე კი მშობლიური მიწიდან საქართველოს მთავარ სურვილებს უგზავნიან. ჩადლი და გილოცაც უხელაც ახალ წელს, ბედნიერ ახალი წელი გაგეტანებოდეთ და ბავშვებს კარგად დაგესწრენოთ. ამ კურთხეული ამიწიდან ჩვენი ჩაგლიდან. მე მინდა რომ პირველ რიგში ჩვენ პატრიარქს მიულოცო. შობა და ახალი წელი, უზოლო ჯანმრთელობა და ხნეობა ჩვენი ერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. და მე ყველა ქრისტიანს მინდა მიულოცო შობა, მიულოცო ახალი წელი. შვიდაობის საყოფილი იყოს, სიკეთის საყოფილი იყოს, ბედნიერების საყოფილი იყოს და პატარების გაზრდაობის და გაზრდის საყოფილი იყოს. კარგი გეწეროთ ცოცხლით გაიხარეთ. მთაში ახალ წელთან ერთად მოდის იმედი, უკეთესი მომავლის, მშვიდობისა და ბედნიერების. გვახსენებს ურთიერთობების ძალას, რადგან სწორედ ერთად ყოფნით ხდება ახალი წელი ნამდვილი დღესასწაული.